ეკონომიკური თვალსაზრისით ბოლო წლებში ცენტრალურმა აზიამ შეიძინა საკმაოდ მნიშვნელოვანი და შეიძლება ითქვას საკვანძო როლი საერთაშორისო სავაჭრო დერეფნების კუთხით, რომელიც მეტწილად დაკავშირებულია ჩინეთის ერთი სარტყელი ერთი გზის პროექტის განხორციელებასთან. აქ თქვენ რუკაზე ხედავთ ევრაზიულ მატერიკზე საერთაშორისო სავაჭრო დერეფნებს და ცენტრალური აზია წარმოგვიდგება გარკვეულწილად აი ამ საკვანძად, რომელიც აკავშირებს ევრაზიული მატერიკის სხვადასხვა რეგიონებს ერთმანეთს. ამ დერეფნიდან უნდა გამოვყოთ უკვე არსებული ტრასეკას პროექტი, რომელიც ცენტრალური აზიის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილს აკავშირებს კასპიის ზღვასთან და შემდგომ კავკასიასთან. ტრასეკას მარშრუტი პრაქტიკულად იმეორებს ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ შუა დერეფნის სახით, რომელიც ამჯერად არა მხოლოდ ცენტრალურ აზიას აკავშირებს კავკასიასთან, არამედ ჩინეთს კავკასიასთან. ამასთანავე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბოლო თვეების განმავლობაში პრაქტიკულად პირველად მოხდა ჩინეთისა და ირანის სარკინიგზო დაკავშირება, როდესაც სინძიანიდან წამოსული ეშელონი პირველად ჩავიდა თეირანში. ამ მარშრუტმა გადაკვეთა ცენტრალურ აზიის რამდენიმე ქვეყანა, კონკრეტულად ის შედის ყაზახეთში, კვეთს უზბეკეთს, თურქმენეთს და საბოლოოდ შედის ირანში. ეს რაც შეეხება ცენტრალური აზიის როლს აღმოსავლეთის დასავლეთთან დაკავშირებისთვის, თუმცა ცენტრალური აზია ასევე მოიაზრება ჩრდილოეთის სამხრეთთან დაკავშირების ერთ-ერთ საკვანძო მარშრუტად და აქ მოიაზრება ჩრდილოეთი და სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც სანქტ-პეტერბურგის პორტს აკავშირებს ირანის ბანდარ აბასის პორტთან. ერთ-ერთი მარშრუტი, როგორც რუკაზე ხედავთ, გადის ყაზახეთსა და თურქმენეთზე, ის ასტრახანიდან შედის ქალაქ აქტაუში, შემდგომ თურქმენეთის ქალაქ ბერკეთში და ჩადის თეირანში. გარდა ამ არსებული ინფრასტრუქტურისა, ასევე იგეგმება სხვადასხვა მარშრუტების დამატებაც. აი რუკაზე მოცემულია, მაგალითად, იგეგმება ჩინეთის, ყირგიზეთისა და უზბეკეთის დაკავშირება, ასევე ტაჯიკეთის, ავღანეთისა და თურქმენეთის დაკავშირება და საბოლოოდ ტრანსავღანური მარშრუტის შედეგად უზბეკეთის, ავღანეთისა და პაკისტანის დაკავშირება, რომელიც მე წინა ეპიზოდში ვახსენე.